პირველ რიგში მინდა ყველა იმ ადამიანს სოლიდარობა გამოუცხადო, ვინც იყვნენ დაჭერილები ამ სისტემის მიერ და ვისაც იჭერენ კიდე და ვისაც კიდე დაეჭერენ შემდგომში. დიახ, ეს გაგრძელდება, ეს დაჭერები გაგრძელდება, ეს რეპრესიები გაგრძელდება, ქართული ოცნება და ეს ადამიანები შეესწებიან ყველანაირად გააჩუმონ ეს თავისუფლების მოყვარული, სპეტაკი, პატრიოტი ადამიანები. იცით, ქართული ოცნება და მისი მომხრე ძირითადად მეტწილად არის ფულის მონა. ეს ერთი მხარეა. მეორე მხარე არის ქართველების ის მხარე, რომელიც იცავს თავისი ქვეყნის თავისუფლებას და იბრძვის თავისი ქვეყნის თავისუფლებისათვის და იმ ევროკავშირში გაწევრიანების იმ სტატუსის გამო და ნათელი გზის თავის შვილიშვილების ყველა ადამიანისთვის, ხომ? მაგრამ როგორც ასეთი ეს საქართველოში მე არ მგონია ოდითაგან თუ ასეთი ხელისუფლება და მთავრობა ვისმე ახსოვდეს. მე ნამდვილად არ მახსოვს და სულ ადრიდანვეც ვიყავი დაინტერესებული ამ ყველაფრით, მაგრამ როგორც ესენი ასეთი რამე არავის არ ახსოვს. აი რაც შეეხება კი გასაგებია ახალგაზრდები, აქტივისტები, რომლებიც იბრძვიან იმისთვის, რომ სამართლიანად იბრძვიან და იბრძვიან თავის ქვეყნის მომავლისთვის. ხელისუფლება, რომელიც პრორუსულია და უკვე დაპყრობილები ვართ, აი ეს ქოცებიდან რო იძახიან, აი შვიდობა არის ქვეყანაში, ამიტომაც ქართული ოცნება არის კარგი ხელისუფლება, ჩვენ ეს მოგწონს და გვინდა, შვიდობა იქნება, დაპყრობილები ვართ ფაქტიურად. ესაა მშვიდობა, მათთვის ესაა მშვიდობა, მაგრამ დაპყრობილები ვართ, ეს არის უბედურება. რაც შეეხება ამ ასაკოვან ადამიანებს რო იჭერენ, ახლა მე ძალიან ამ ბოლო ხანს იშვიათად ვარ იმ აქციებზე, მაგრამ ყოველ ღამე ამ ყველაფერს ვუყურებ და ვხედავ. მე არ ვიცი, აი მეც 57 წლის კაცი ვარ. ჩემზე უფროს ან ჩემი ხნის ადამიანს რო დაიჭერენ, გულსფერად ვიტყვი, არ ვიცი, ვინ როგორ გაიგებს გული მიყრება. შემობძანდით, ქალბატონო მანა, თავისუფლად შემობძანდით, მადლობა. ამ ასაკოვან ადამიანებს დედებს, მით უმეტეს დედებს რო იჭერენ, აი გული მიყრდება, მართლა მიყრდება გული. იმდენად მზარავს ეს ყველაფერი ადგილს, აი სადაც ვზივარ, იმ ადგილს კარგავ. იმდენად არის ჩემთვის მძიმე ეს ამბავი. მაგრამ ყველაზე საოცარი კიდე გაუგონარი ის არის ამ ადამიანებს, ვინც დღეს თითქოს და ხელისუფლება ყვაოს და ხელისუფლებაში არიან, ამათ მე არ ვიცი რა გული უდევთ, ქვის გული უდევთ ალბათ. მათ გულს გრძნობა არ აქვს. ადამიანის გრძნობა მათ გულს არ გააჩნია, როგორც ისინი თვითონ არ არიან ადამიანები. რაც შეეხება პროტესტს, კი, ყველაფერს იჭერენ, კადრულობენ, ეს არის პირდაპირ რეპრესია თავის ხალხზე, თავის ქართველ ხალხზე, თავის მემამულეებზე რეპრესიებია იმდენად მძლავრე, რომ ისინი ფიქრობენ ამ რეპრესიებით ამას ჩაახშობენ. არა, ეს გამორიცხულია. ჩვენში ქართველებში საქართველო კავკასიის გულია. ჩვენ კავკასიელები ვართ და ეს კიდე საქართველო ვარ, ჩვენ ქართველები ვართ. ქართველში რუსულ მენტალიტეტს ვერ ჩანერგავენ. ვერც ბელარუსულ მენტალიტეტს ვერ ჩანერგავენ. ჩვენ არ ვართ ის ხალხი. ჩვენ განსხვავებული ხალხი ვართ და ოდითაგან სისხლით მოვდივართ და სისხლით მოგვაქვს ეს თავისუფლება. დღეს ეს ხალხი, რომელიც ვლადიმერ პუტინის მიერ არის დაპყრობილი, თვითონ დაპყრობილია, ჩვენი დაპყრობა და ჩვენი დაშინება, ჩვენი გაჩერება ეს შეუძლებელია.